სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 2025 წელს გაუმართლებს. კვიზისთვის მზად ხართ? მზად ვარ ყველაფრისთვის. დავიწყოთ. სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც 2025 წელს გაუმართლებს. ეს არის თუფები, ეს არის კერჩხები და შემდგომ ლომი. ლომი. როგორი წელი გვექნება წელს? საერთოდ ზოგადად? რო შევაჯამოთ უცებ. ნუ ზოგადად 25 უნდა იყოს უფრო უკეთესი ვიდრე 24, იმიტომ რომ ეს იყო დრაკონი, ძალიან ესეთი რევოლუციური, ცოტა მძიმე. ვერ ვიტყვი რომ გველი 7 და წყნარია, არ არის, მაგრამ შედარებით, რადგან ხისტიკის გველია, შედარებით ცოტა დაალაგებს სიტუაციებს და წლის მეორე ნახევრისთვის ცოტა გამოცდილდება საერთოდ სამყარო და მათ შორის საქართველოს უფრო ამოისურვებს. დამაინდებელი სიტყვებია და წარმატებებს უსურვებ ჯერ ჩვენ ქვეყანას, მე მსოფლიოს. აუცილებლად. ასტროლოგია როგორც ჩვენ გვესმის, ეგეთი რთულია? იცი რა, მაინდამაინც რო ვთქვა რომ ეხა ეს რთულია რომ არა, მაგრამ ერთი დამახასიათებელი ელემენტი აქვს, რაც მე სწავლობ, ხვდები რომ